მოგესალმებით. მიილია მეორე ტური და ჩვენ გამოვჩნდით. კი. რომ არ ჩამოურჩეთ მოვლენებს და სადავართ შევაფასოთ და რა დღეში ვართ და ჩვენ კიდე რა გვიჭირს ზოგიერთი გუნდი ძალიან ცუდ დღეში. აბა ბიჭო, რო ვერ წარმოიდგენდა ისეთი ამბავი დაემართა თურქეთს. და რო წარმოიდგენდა ისეთი იორდანია. ხო. არა ერთნაირი ამბავი. ერთნაირი ზუსტად. ან სხვადასხვა ქალაქში. ხო. ეს ზოგადად რა სიტყვა მეორე ტურზე. ზოგადად რას ვიტყვი, იცი, ამ 48 გუნდმა გამოაჩინა თავისებურება, არ ვიტყვი რომ ეს კაია ან ცუდი. უკვე ყავს ფეხბურთელი 2 ტურის მერე 5 გოლით, მესი. 2 ფეხბურთელი ყავს 4 გოლით და უამრავი 3-ით. ხო. ეხლა ეს რო შევადაროთ ევროპის ჩემპიონატს ბოლოს. თუ გახსოვს იქ ბომბარდის ამდენი ქონდა 3. ჟორჟი გახდა თანა ბომბარდირი. ჟორჟი, მუსიალა, გაკპო, ჰარიკეინი, დანი ოლმო და სლოვაკი შარანცი. 3 გოლი. 3 გოლი გაიტანა 20 წუთში იმ კანადემ. ჯონათან დევიდმა. ხო. ანუ ეგ მოსალნელს იყო ხო 48 გუნდი რო თამაშობს. რამხელა დიაპაზონია ნახე 1 პირველსა და 52-ს შორის. აი გოლები გავა. რაც კარგია, ჩვენ გვახარებს. კაია. გვაქვს რეკორდი 1. კლოზეს გადაასწრო მესი. და კლოზემ იხუმრა რომ მე ვამბობდი ყოველთვის რომ მესი არ არის ცუდი ფეხბურთელი. ჯიგარია, რა უნდა იყოს. ხორ დაწყეული და მაგრამ მბაპე მოიწევს კიდევ. კი, მოიძურწება ქვია მაგას. ნახოთ. რო გვეგონა რომ რონალდო გაჩერდა, არ მეგონა, ის ზუსტად ვიცოდი რომ მოიწევს. გვეგონაში გულისხმობა დედამიწის რაღაც ნაწილი, რომელიც გამოვიდა ლანცვა გიგა. პროგრესული ნაწილი. მე რონალდოს დებმა გასცეს მაგათ პასუხი. მაგათ მარა სუთუთი ყუშები ეძახის მაგა. აი, ჩვენ მამო, მაიდანზე დაამტკიცა ეს ამ. კი ბატონო. ეხლა შენს თქვი რაღაც. შენ რა შენიშნე? მოდი მე სხვა კუთხით დავინახავ. მსოფლიო ჩემპიონატს. წინა შეჯამებაში გახსოვს რა ვთქვი რა დამაკლდა? რა დაგაკლდა? წესებზე რა ვლაპარაკავთ ის მეხის გამო გადადებული შეჩერებული. ხო, შეჩერებული ისა. თამაში და თითქმის გამოვიდა, ხო? თამაში შეჩერდა მეხი არ ყოფილა. მეხი არ ყოფილა, მაგრამ სტიქია ჩაერია. კი, სტიქია ჩაერეოდა ბიჭო, ისეთ ბიჭო, თან ისა რამდენი სტადიონი იხურება. და მაინც და მაინც ყველაზე ისეთ კრიტიკულ რეგიონში არის რო არ იხურება. მოღიავები. ხო, მოაფარღალავეს ისე. ჯერი. კიდე უცნაური თამაშგარე რა, უცნაური ადგილით თამაშგარე დავაფიქსირე. და ირანის თამაშგარე ნახე. საჯდომი იყო თამაშგარეში. ეგეთი ანა ხელი მხარი, ფეხი, თავი მინახავს რა. ესე იყო რა გამზეკილი იყო და საჯდომი თუ არა საერთოდ ვერ ირბი. რა თქმა უნდა. და ვერც მოხვდები მსოფლიოს. ერთი ადგილი თუ არა. კაი, ვინებს თუ აკვირდები შენ ვარსკვლავებს, ტრიბუნებს? მაშ ვინ შენ? ტრიბუნებზეც და მიღმაც. მიღმასა. ძირითადად სახლებში. არა, აი ნიდერლანდების ვარსკვლავები არიან ხალხთან. არა, მე საფეხბურთო ხო, მაგას კი, აბა დანარჩენებს. ისე ვარსკვლავებს, ჰოლივუდებს. ხო. კი, ვიღაცები შევნიშნე. კანადაზე შევნიშნე. რეინოლდსი. კი, ის და. ნუ ისინი არიან კიდე, კალათბურთელები არიან. არგენტინის თამაში შაკირა ისდა ბოუშებით. ამერიკის თამაში ბექემი და კასი და ბექემის ბიჭი. ხო, რომელი არ ვიცი, ესე არ ვიცი, ხა ბავშვებს ესე არ ვიცი. რომეო თუ ბრუკლინი იყო, არ ვიცი. ანც მე არ ვიცი. ხო. კიდე
ისინი ჩავიდნენ ბიჭო. როგორც იქნა მოუგროვდით ყველა რა. ის ხელაწეულ კაცს არ უხვარუშვებდნენ. განას ის რო იყო სიმბოლო. იმ каранტინში გააჩერეს რა და ეხლა იყო ინგლისთან თამაშზე და უშველა ის იძახდა რომ მეო ჰარი კეინსო დავამტრევ ვერ დაამტრია მაგრამ გოლიც ვერ გაი ისეთი ბურთი გააფუჭა 96 წუთზე რომ ჯობია დამტრეული ისიც ჩავიდა იმ მეკარის დედა ხო რუბიო სანამ არ ჩაერია არ შეუძლია რადონეზე გადაწყდა იმ ქალბატონის მოგზაურობა ხო ის აფრიკელი მსაჯია ხო გოლი კი გაუშვა ეხლა მაგ თამაშში გოლები მეკარე მარა სამაგიეროდ გულ აიღეს და დედა ჩავიდა ხო და დედა ნახა ხო და აი ამ ძლივს რომ მოგროვდით და თურქეთი უკან მოდის და ესეთი სიტუაცია არა და რა ბაქიბუქით ჩავიდნენ რა ბაქიბუქით არა ნუ დროაო უკვე რა უკვე მოვიდაო და მომწიფდაო მე მგონი სოფლიო მაგისტრის ხო და ვერ დაემართათ კაი ამბავი ის გაცხელებული ის ნახე თურქი ექსპერტი ხო სხვათა შორის თურქულს კი ვსაუბრობ, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე ეგ რას. ხო, ეგ არ არის ლიტერატურული ენა იყო, ეგ არის სწავლება. სახელმძღვანელობით, ეგ უბანში. რაღაცა უბანის ფენერბახჩეს ის იყო რა. სლენგი ლოკალი. ალბათ ამბობდა რას იცი, ჩემი ვარაუდით. ხო, მიდი. იმაზე რაღაცას მაინც გაიგებდი. აქეთ ან იქეთს გაიგებდი. არა, ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ სავარაუდოდ ამბობდა, რომ ამათ 62 დარტყმა ჰქონდათ კარში. კარში არა კაცო, დარტყმა. ოღონდ ესენი დიდი უმრავლესობა არც კარში და არც კარს იქითა და მომდაბლოკეს, ფეხებში მოხვდა წვერი. რაღაცა მაგას იძახდა, სავარაუდოდ. აცია. ან ნასოკი. ბაჩოკი. ჩვენ ხო გვაქვს სულ ტერმინი, შეიძლება იმათ რაღაც სხვა ტერმინები აქვს, რომელი ენაც არ ვიცით. შენ არ იცი უფრო სწორად. შენ იცი? არა, არც მე. ხო. შენ მით უმეტესად, შენ თურქულს ასე თუ ისე ფლობ. სავარაუდოდ კი არა. ისა ექნება ტერმინები როგორ არ ექნება. რაგინა პირველი თამაში საინტერესოა ისე თურქეთი რომელიც გავარნილია ხდება ამერიკას პირველზე გასული. ხო, განაღდებულია და პრინციპში მე მგონია რომ ამერიკა რატომაც არა ისევ მოგებაზე წავა. მოგებაზე რა თქმა უნდა წავა, ოღონდ წავა სხვა 11 კაცი თავად. ალბათ. ნახოთ. ყველა 11-ს არ გამოცვის მე ჯერ. რატო? არა, რას კარგავს? არც არაფერს. ხო და აბა რატო არ გამოცვის? რატო? გონია თქო. ამერიკაში დადენ მშობლები უყურებენ იქ რაღაცა. ხო, შეყვარებულები. ხო, ვიღაცა გოგოს ეპრანჭება, ვიღაცას მევალეს თავსაწონებს. ჩემი ვარაუდი ეგეთია, თუმცა არ ვიცი ხა ძრნელი რასიდამს. იგივე ეხება გერმანიას და არგენტინას, განსაკუთრებით არგენტინას, იმიტომ რომ მაგას საკში ეყავს ახლა ისა ლეო მესი. თან როგორ გინდა დაასვენა? არა ხო აი რეკორდზე აი მესი არ მგონია. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა მონაკვეთს ათამაშებს. არ ვიცი. მე ჩემი ვერსია. შენ კი, მე შენი ვერსია. ჩემი ვერსია. და ეს საზოგადოება მკაფიოა, არ ვიცი. ხო. აი მე არგენტინაში მგონია რომ თავიდანვე დაიწყებს ხულიან ალვარესი. ლაუტარო მარტინესის მაგივრად. აი, გადავიდეთ იმაზე. უზბეკეთის ის ნახე მარში. უზბეკეთის მარში არ მინახავს. მარში იყო ეს. მარშით მივიდნენ სტადიონზე. ცხენიანი კაცი ყავდა საყვირები. ცხენი სად დაითრიეს? ჰიუსტონში ცხენს როგორ ვერ იპოვენ. ბიჭო, ჰიუსტონში ცხენს იპოვის ჰიუსტონელი, მაგრამ უზბეკმა სად იპოვა ჰიუსტონში ცხენი? იქნება ცხენების გაქირავება. ცხენები დღეურად. ორ უზბეკ ფანზე. პრეზიდენტმა გადადო სამუშაო დრო უზბეკეთის? ხო, ანუ 9-ზე არ დაიწყო, დღესო დაიწყება
12-ზეო. იმიტომ რომ დილით იყო 7-ზე იმათი დროით თამაში. კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა მოხდა. მართლა ისტორიული. ხო, საფეხბურთო კი არა საერთოდ. მიდი. ეგვიპტემ მოიგო პირველი თამაში და ჯგუფიდანაც გავიდა ჯერ არ ვიცით რომელი ადგილით. ხო, არა გავიდა. სალაჰმა გაიტანა. სალაჰმა გამიხარდა. რომელი ადგილით გავა ეს სალაჰმა უცხო. კარგი იყო. ნახოთ რა სიზამენია. ხო. პოლიტიკური კრიზისი დაგვემთხვა მასობა. ბოდიში ეგეთი მოვიფიქრე. აბა, ინგლისზე. აბა. მეგონა რომ ინგლისი მეორესაც მოიკებდა და პირველი ადგილით გავიდოდა. განა შერჩებოდა. კალამბურა კაცი ხარ. ხო, განაგრძე ისტორიული მოვლენა. პოლიტიკური კრიზისი დაგვემთხვა დიდ ბრიტანეთში. აუ, ბიჭო. გადადგა პრემიერ-მინისტრი და არსენალის ფანი. სტარმერი, თუმცა ვინც ყველა სავარაუდოა რომ მოვიდეს ბენჰეიმ, ის უფრო საფეხბურთო კაცია, კიდევ უფრო. ის ვისი ფანია? ევერტონის. არა მარტო ფანი, ერთხელ მინდორზეც კი გადამხტარა. აი 84-ში საუთჰემპტონს მოუგო ევერტონმა და გახარებული ბორო გადახტებოდა ხოლმე. მოხვა თუ ის იყო ლიდერი? არა, გადახტა როგორც მოზეიმე. ხო. მე იქ სტადიონზე ტრაგედია მოხდა და თავიდან წყლეტა იყო რა. დაბრალებდნენ გულშემატკივრებს, გამოძიების პირველი ვერსია იყო, მაგრამ ეს გულშემატკივრების იმათ დადგა სადარაჯოზე ექივად. იცავდა ამათ უფლებებს და საბოლოო ჯამში გამოძიება კვალიფიცირდა სხვა მიმართულებით, რომ პოლიციამ მართა არასწორად. ესე რომ ეს დამსახურებული კაცია თუ პრემიერ-მინისტრი გახდა. თუ არა ჩვეულებრივი ევერტონის ფანი დარჩა. ხო? კაი, შვედეთი რო ჰოკეის ანგარიშებით მიდის, მაგაზე არ ვილაპარაკოთ. სიამოვნებით ვილაპარაკოთ ნიდერლანდები შვედეთზე რამდენის გინდა. სასიამოვნოდ გაოცებული დაურჩი და ძალიან გახარებული თავისთავად. ჯერ იმას კითხავ, ბრობის ელოდი? არა, რა თქმა უნდა, მეც მაგით ვაპირებ დაწყებას, მე მგონი არავინ არ ელოდა ბრობის ესეთ იმას. თამაშს და არავინ არ ელოდა, მე მგონი რომ კუმანი ბრობის ძირითადში დააყენებდა. ეგ ხო გვიან ჩასვეს. არა. ადრე გვიან დეპაის რო. არა, დეპაის ელოდებდნენ, მაგრამ ბრობი უკვე იყო მოაზრებული იმაში განაცხადში. მაგრამ ძირითადში, არ ვიცი, მე არ გამოვდგები იმათ, რომ ნიდერლანდების ფანების სახელი ვილაპარაკო, მაგრამ მე არ ველოდებოდი. ჩემი მეგობარი გიორგიც არ ელოდებოდა. კიდე ერთი-ორი ნიდერლანდების ფანი ყავს გარშემო და არც ისინი. არც ის არ ელოდებოდა ეს. ხო არის სპორტული ვებგვერდები, რომლებიც წინასწარ შემადგენლობებს სავარაუდო შემადგენლობებს მალენი იყო ყველგან. კი. ან მალენი თუ არ იყო სამერვილი და ეგ არის. ხო. მაგრამ გაამართლა იმანაც რომ ბრობი დააყენა და იმანაც რომ სამერვილი შემოიყვანა. ხო, სამაგიეროდ ეხლა უკვე ყველა ბრობის წერს. ხო, ბოლო თამაშის წინ. კი, ფენტეზიში ჩემმა შვილმა ბრობი დააყენა. თუმცა ეგ არ ვიცი. არავინ არ იცის, კუმანმაც არ იცის, მე ეჭვი მაქვს. ხო, მან მნიშვნელოვანია, რახან ერთი თამაში ვერ მოიგო ნიდერლანდებმა, ისე ვერ მოიქცევა როგორც გერმანია შეუძლია და არგენტინას რო შეცვალა. თუმცა არ ვიცი, კუმანი ვერ გავიგე ეგ კაცი. ვერ ამოხსენი. და შეიძლება შეცვალოს, შეიძლება არაფერი არ შეცვალოს, შეიძლება სამი მეკარით გამოვიდეს. მაგრამ თავარია რომ კარგად თამაშეს, მოიგეს. მაშინ ნახე რა ზეიმი მოაწყეს ჰიუსტონში. ნიდერლანდებმა ძალიან ბევრი ნარინჯისფერი ადამიანი რო წეყავდა. და იმას გეუბნები, მაშინ წინ ავტობუსი მიუწყოდა. ესენი მიყვებოდნენ ტრამპაცობა ჰოლანდიური სიმღერებით და ავტობუსზე იყვნენ სნეიდერი, ჰუნტელარი, ვანდერსარი.
ხო, ოდნავ მობერებული ხო, თაობა რა. მიქსატრენ რა. ფანებზე ისიც უნდა კიდე ვიტყვი წინაზე ხო თვითონ შეჯამებაზე ის ნორვეგიელების ფანები მიყვარს. ხო, იქ ვიღაცა კომენტარებს წერდა, გითხრეს რომ ის ნორვეგიის ფანებმა თავი გამოიჩინეს რომ თქვით რა კერძოდ რაქნეს. ვიღაცა ვინც ჩვენ ვიყურებს და ფეხბურთს არა. ვა, ეგეთებიც ყოფილა. მოხები აბა. რაზე? ისა, ხო, ნიჩბების ისა. გუნდმა რომ მასახნა. ოდეგაარდის ხელმძღვანელობით რომ რა ერქვა მაგას ფლეშმობი? ხო, ხო, ცებრობიტაცები ცეკვავდნენ რაღაცა თავშეყრის ადგილებში ერთი პერიოდი ხო იყო მოდაში. კი. ფლეშმობობანა. რაღაც კომპანიები ფულს იხდიდნენ რომ რაღაცა დაედგა და ფლეშმობები. ხო გადაიარა მაგას. ყოველ შემდეგ ვიდეოში უფრო მეტი ხალხი აკეთებს მაგას, მე რაც ვნახე. ხო, ჯერ ხო გუნდი აკეთებდა, მე უშემოადგენლები ტრიბუნას, მე ქუჩაში, მე მთელი ქალაქი და რაღაც იზრდება და იზრდება. ნორვეგიელების არა, კი, კარგი საყურებელია, მით უმეტეს თან აქვთ ეგ სამხიალოდ საქმე. კაი, ნორვეგიას აქვს ახლა უცნაური თამაში, გასულები არიან. კი ბატონო. კიდევაც რო წააგონ მესამეზეც კი ვერ ჩავლენ, მეორეზე დარჩები. ფრეზეც მეორეზე დარჩებიან, მოგება უნდა საფრანგეთთან რო პირველზე გავიდე. ხო, და მნიშვნელოვანი თამაშია ორივესთვის. ხო, თუმცა ხო იცი რაღაცა უცნაური გათვლები ექნებათ ახლა ჩვენთვის მეორე ხوارი ჯობია რომ იქ იმას შევხვდები და მაგას რას გაიგებ ჩემო გიორგი? ხო, ნორვეგიისას კი, მაგრამ საფრანგეთი როცა ხარ არა, საფრანგეთზე არა ხო, იმიტომ რომ ხმები ვინც უბრალოდ ეს არ ეკადრებათ ეგეთი გათვლებით გასვლა. ვერ გაუგებენ, ხო. ხო, კი ბატონო, საფრანგეთი არის ერთ-ერთი. თან საფრანგეთის ნაკრებში ბევრს არ კიდე დასამტკიცებელი რომ ეგ კი არა მე უნდა ვიყო ძირითადში. ხო, ყველას. ხო. ეხლა შენ მითხარი შეცვლაზე შემოსული ხალხიდან ვინ დაგამახსოვრდა? შეცვლაზე შემოსული ხალხიდან მე დამამახსოვრდა ისა. გაყვეტილი. ნუ, აჰა, სამერვილი. კიდე უფრო ორ ტურში თან, პირველში და მეორეშიც. ორ ტურში მოიცა ბიჭო, ამდენ თამაშს უნდა გადავხედო. უნდავი ხო. უნდავი. მაგარი ბიჭი და მგონი რომ მესამეში აი ძირითადში იქნება. მესამეში მე რაც ვნახე. სადანახე, რა ნახე? გვერდები ვინც წინასწარ შემადგენლობებს დებენ. ხო. 11-ვე კაცი შეცვლილია. გერმანიის ნაკრებს რახან ხო, სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს თამაშს. უნდა ვიწერია ძირითადში, მაგრამ შეიძლება ეს მაინც სკამიდან შეუშვა და ვოლტემადე და აჰა. შეიძლება რახან სკამი ესე კარგად შედის. ხო, დაამუღა, მაგრამ შესვლა დაამუღა. საწოდაობა მაგის ცოტა ხანი სკამზე არ გაჩნდა. სკამზე ავდება, როცა. შეიძლება ეგეთი ტვინი აქვს, რომ უნდა იჯდეს და უყუროს თამაშს. რაღაცებს იმახსოვრებს და ესე ჯობია და მე შედის შესაბამისად. კაი, კიდე აღნიშნოთ რა, იცი? ერთი არის შეცვლაზე შესვლა. არის კიდე გუნდი, რომელიც 90 წუთს კარგად თამაშობს და მე ერხება. დამატებულ 3 წუთში, სამში რა მინიმუმ 5-ში. 3-ში ან 5-ში გააჩნია. ეს არის შვეიცარიის ნაკრები. აუ ბიჭო, ხო. პირველ თამაში მაგ დროს გაუგდა და მეორეში. როგორი გუნდია, იცი? შვეიცარიელებთან საათების ქვეყანა ზუსტი ხალხია. ფეხბურთი რამდენი ხანი გრძელდება? 90 წუთი. 90 წუთი იციან. მე რატო ხო დამთავრდა და ივენებია. ისა, რომ მაღვიძარასავით ალარმი რა ჩაერთო დამთავრდა დუნდებიან. კაი, ეხლა გადავიდეთ მესამე ტურში ვინ ვისხდება და ვის რა აინტერესებს. და ვის დავცინოთ? დღეს გვაქვს ბოსნია, ყატარი და ჰერცეგოვინა და ყატარი. ხო. ოღონდ ბოსნია და ჰერცეგოვინა სამგუნდიანი ერთად არიან და ყატარი მარტო.
ყატარზე ბარემის თქვა რომ პირველ თამაში ისტორიული ქულა რო აიღეს იქ ყატარში ხო ყველაზე მეტი ფულია სულ მოსახლეზე ამ პლანეტაზე და გამოაგზავნეს ისინი საჩუქრები და მაყურებლები და ყველაფერი ხო მაგრამ არ უშველად რა საჩუქრები იყო სიგნალი წააგეს ხალიჩები და რაღაცეები ყველაფერი რაც იშოვება ყატარში ნავთობი მაგრამ წააგეს კანადასთან თუმცა რახან ერთი ფრი აქვთ დღეს თუ მოიგებენ აქვთ შანსი რომ მესამეზე ხო ჩვენი ვერსია რო გამართლდა ნახე ყატარზე ხო ჩვენ რო თქვით რომ შეიძლება ყველაფერი ჩადეს იმ პირველ თამაშში ფრეში ხო რო დაბალი ხარისხის გუნდია და რა გაუგდებენ კაცს და მე გადაუღურბენს ვიღაცაო და ზუსტად ეგრე მოხდა კანადაზე მაგრამ ეს რაც გამართლა რაც არ გამართლა ეხლა შენები ისინი მოყე დანარჩენი არაფერი არ გამართლა შვეიცარია კანადა აქ ბოსნიაში ველოდები მე იმას რა ვის ჯეკოსკოს ხო მოლოდინებზე ვსაუბრობთ ხო აი მე მაგას ველოდები შეიძლება უფრო მინდა ვიდრე ველოდები არა უნდა მოიგონ თუ გასვლა უნდათ ფრით ვერ გავა დიახ ფრით არის სწორედ თუ ფრეით ხო ბოდიში ჩემით როგორ ვერ მივხვდი და გვაქვს შვეიცარია კანადა აქ პირველი ადგილი გაირკვევა ამ ქვეჯგუფში ხო რა სიტყოდი არა რა სიტყოდი არა მოდი დავაკვირდეთ დამატებულ დროს ხო რა მან მგონია რომ აქაც მან გაირკვევა რა 90 წუთს მე თუმცა შეიძლება დასკვნები გამოიტანონ რაღაცა ეს სწორი და ამჯერად 90 წუთს მე რომ მოიგონ ხო ეს ნიშნავს რომ დასკვნები გამოიტანეს ხო აჯგუფში მექსიკა გასულია პირველი ადგილით 6 ქულა აქვს და ეთამაშება ჩეხეთს ერთი ქულა აქვს თუ მოიგო გავა ესეც ფრეზე ვერ გავა ხო და იქით სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, ორი სამხრეთები ხდებიან. სამხრეთული დერბია, ოღონდ ლინგვისტურად სამხრეთული. ხო და აქ კორეას ფრედს აწყობს და სამხრეთ აფრიკას მხოლოდ მოგება უნდა. უბრალოდ მოგება თუ დიდი ანგარიშით მოგება? არა, ერთი ქულა აქვს, თუ მოიგო 4 ქულა. თუმცა არ არის ადვილი მოსაგები სამხრეთ კორეა. ხო, ძალიან უცნაური თამაშებია, არ ვიცი. არ მაქვს არანაირი პროგნოზი, რომელში რა შეიძლება მოხდეს. აი ხომ მქონდა ბოსნია იმაში. ხო. ყატარში ჯეკო გაიტანს. აქ არ ვიცი. ჩემი აზრით სამხრეთ კორეას როცა სამხრეთ აფრიკასთან ძალიან დაბალი შანსი. ძალიან უკიდურესად. კი ბატონო. მით უმეტეს რომ იმას სამხრეთ კორეას ფრედს აწყობს. C ჯგუფში აქ ბრაზილია, მაროკო გვაქვს ორივეს უნდა პირველ ადგილზე გასვლა და გადაწყვეტს ბურთების ხვება თუ ორივე მოიგო. ბრაზილია ხდება შოტლანდიას. შენ ხარ ჩემი ბატონი. და თეორიულად შეიძლება ბრაზილია ამ წუთშია პირველზე, მაგრამ მესამეზე დარჩეს. თუ წააგო ეს თამაში. მაროკო და ასევე თეორიულად შეიძლება მოიგოს, მაგრამ მაინც დაკარგოს პირველი ადგილი. თუ მაროკო დიდი ანგარიშს მოგებს ჰაიტის, რომელიც უკვე გავარდნილი და რომელსაც გოლი არ აკათა. ხო, და მგონია რომ მაროკო იზავს ამას. არ ვიცით ეგ. არა, ვერსიები, გიორგი. იზავს რა, მაინც ბრაზილიაზეა დამოკიდებული. ხო, მაგრამ სულ 8-0 მოიგოს, ბრაზილიან თუ მოიგო 6-0. მე კონკრეტულს ვიზახი. მაროკო ჰაიტი დიდი ანგარიში. აი არ მაინტერესებს გარშემო რა. აი ამაღამო გაიყვება და დაგირეკავ დაგცინე ფოგონ ძალიან ცუდი დრო იქნება და ხვალისთვის. მომწერე რომ დილით ვნახო. კაი, იქით ყველაზე ნათელი ჯგუფია ამერიკა გასულია და თურქეთი გავარდნილია და აქ არ ვიცით რა მოხდება. და მნიშვნელობაც არა აქვს. გარდა პერსონალიებისა, ვინც ითამაშებენ შეიძლება. ხო, და ის რაღაცა სირცხვილის ჩამორეცხვის უბადრუკი მცდელობა შეიძლება იყოს ან ამბიციების ბრქოევა რომ მესამეც მოვიგოთ რატო არა მას მინდელი ხარ და კაი შეიძლება მეორე შემადგენლობა დააყენო მაგრამ იმათაც ითქო კი მაგას ვიზახი
სარჩული რა ექნება ამ თამაშს. კაი, და ავსტრალია, პარაგვაი ალბათ ორივე ფრეზე იქნება თანახმა. ხო. მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაი მესამეზე დარჩება ამ შემთხვევაში. მაინც რო წააგონ სამი ქულა და ბურთებში მინუსი, შეიძლება საერთოდ ხო, ვერ მოხდეს იმაში. ხო. რჩეულებში. თუმცა არ ვიცით დაველოდოთ. აი ამაზე არ მაქვს არანაირი ისა. პროგნოზი ხო. არც მე არ მაქვს. თუმცა ბუკმეიკერები სარჩულიც არ მაქვს, პროგნოზი სარჩულიც არ. ბუკმეიკერები ფიქრობენ, რომ რახან ორივეს ფრე აწყობს, ხო. ფრე იქნება ალბათ. ხო, ბრიყვი უნდა იყოს, რომ ორივეს ფრე აწყობს და ამაზე არ ეთამაშო. საფეხბურთო ბრიყვი. ეგეთი ტერმინი არსებობს. ამკერდა. ხო. კაი, იქით გერმანია გასულია და ხვდება ეკვადორს, რომელიც FIFA-ს რეიტინგში არ არის ცუდად. ხო. მაგრამ გოლი ვერ გააქვს მაინც, ხო? და კურასაო ხვდება სპილოს წulis ნაპირს და აქვს შანსი თუ მოიგებს გავა. მაგრამ მეორე მხრივ სპილოს წulis ნაპირიც კაი გუნდია. ეკვადორს მოუგო ერთი კოტ-დივუარი. აივორი კოსტ. და გერმანიასთან წააგო დამატებულ წუთზე ამანაც. ის ნახე ნიდერლანდებმა რომ მოიგო პრინცი ჩავიდა და მიესალმა ყველას ხელი ჩამოართვა მადლობა გადაუხა და ვან დაიქს ის ახარო კლდეხარო დაცვაშიო ბრობისთან ვიდა არ უთხრა არ ველოდი დებილი ხარო და მე ჩავიდა კურასაოს გასახდელში რა შემდეგ დღეს თუცა იყო ხო აბათონ ყოფილი ითამაშეს და იცეკვა პრინცმა ხო ხო რაღაც პერიოდი მაგათი პრინციც იყო პრინცი რო ხარ და საცეკვაოთ რო გახსნა ხო იქ ხარ კლდეხარო ვერ უთხრა ვერავის და იცეკვა ზოთა შორის ბრობიზე ერთი თბილისელი მეუბნებოდა სასტუმროს თანამშრომელი აქ რო იყვნენ ჩამოსული ახალგაზრდული მე მოგიყევი ადრე გროსკროიცმა სასტუმროში რომ მოვსა თუ რაღაც რაღაც ეგეთი აქ ბრობის თბილისში გაკეთებული ბიჭო იმის ვერსიით ზუსტად არ ვიცი ხო მე ბრობიზე ჩემი პირადი ისა მაქვს რა რაღაცა ფუნქციონს მასში რა აი ის რომ ჟორჟი მაგის გამო ვერ ჩაჯდა აიაქსის ძირითადში და ბრობის ბრალი ბიჭო ბრობის ბრალი არ მე მაქვს შენ გა ნუ მიკრცალავ ჩემ აზრებს ჩემ ემოციებს ბრობის არ გადაუშენდა თავი შენი ყავა აი გენაცვალ მან დავარმეც კაი თუმცა ეხლა გადავიდეთ მაშინ ნიდერლანდების ჯგუფზე გადასულებივას ფაქტიურად ნიდერლანდებმა რახან პირველ თამაში ვერ მოუგო იაპონიას და მე უკვე დიდი ანგარიშით მოუგო შვედეთს ეხლა ტუნის კი მოუგებს მაგრამ იაპონიამაც ხო შეიძლება დიდი ანგარიშით მოუგო შვედეთს ამიტომ აქ პირველი ადგილის ბედი ხო არ ვიცით ხო ერთ-ერთი ვიცით რომ გასულია ნიდერლანდებიც და იაპონია ხო შვედეთი ფრეზე გადის 7-დან კი მოგების შემთხვევაში თეორიულად შეუძლია პირველზეც გავიდეს თუ ნიდერლანდები მოუგებს ტუნის. მაგრამ ეს მაინც რაღაცნაირი ნათელი ჯგუფია, ჩემი აზრით 3 გავა ესე თუ ის. ნიდერლანდები ალბათ პირველი ადგილით, იაპონია მეორედ და შვედეთი მესამე. ალბათ. ხო. ოღონდ აი ხაც არ ვიცი ახლა ნიდერლანდები რა შემადგენლობას გამოიყვანს ტუნისთან. ვიღაცებს მგონია რომ შეცვლის. ვიღაცებს დატოვებს, ვიღაცებს შეცვლის. შეიძლება დებაის მისეს შანსი, ჩემი აზრით. სამერვილს მგონია რომ ათამაშებს მალენის მაგივრად. და დაცვაში ერთ კაცს შეცვლის, ნახევარ დაცვაში ერთ კაცს. აი სადღაც მან დავარა. ნახოთ. კაი, გადავიდეთ იქით. ეგვიპტე, ირანი, ბელგია, ახალი ზელანდია. აქ ესეთი ამბავი, ეგვიპტეა პირველზე. და ეთამაშება ირანს, რომელიც მეორეზე. ხო. ეს უცნაური ჯგუფია ძალიან. ხო, იქით ბელგიას 2 ფრი აქვს და ეთამაშება ზელანდიას და თუ ვერ მოუგო შეიძლება ჩარჩეს. თუ მოუგო გავა, ან პირველი ადგილი თან მეორედი. ესეთი ჯგუფია. მე თავის მხრივ ზელანდიამ თუ მოუგო, ზელანდიას თეორიულად შეუძლია
მეორეზეც კი აძურეს. ხო, აი ძალიან ცნობილი ჯგუფი გამოდგა ეს. ხო, აქ კიდე მოხდა ესეთი ამბავი ამასობაში. დოკუ წავიდა სახში. პირველ თამაში ხო ითამაშა. ხო. მე ცოლი მშობიარობსო და წავიდა ბელგიაში. ვა, პირველი ბავშვია. თუ მეორე თუ არ უმრავლესობა აქვს პრინციპში. უფურებზე არ ვიქნები. ამას მოყვა იქ განხილვები ბელგიაში და ფრანგულენოვან სამყაროში საერთოდ. და ცოტა სკანდალიც გამოიწვია, იცი? არა, არ ვიცი. ხო მითხარი ფრანგულ არხზე ამაზე ლაპარაკობდნენ რამოდენიმე ჟურნალისტი იჭდა და სტუმარი. ერთმა ქალმა თქვა, რომ რა უნდა რომ მოდისო. და ეტიოს მანდა. ხო, რას გააკეთებს ხა იქ ხელს თუ შეუშლის სომის ცოლს. ამაზე იქვე მისცეს შენიშვნა, რას ამბობ ეს მნიშვნელოვანი დღეა იმ ქალის ცხოვრებაში და დოკუსიც და ბავშვისაც და ესე და მოკლედ ძირითადი ნაწილი დადგა იმისკენ რომ უნდა ჩამოვიდეს და მამა დაესწროს ბავშვის გაჩენას. ხო. ის ქალი კი მედგრად იდგა, მაგრამ იმის მერე გაქრა არსად კომენტარს აღარ აკეთებს. როგორც ჩანს დაბულინგ და ხო, წაესიენე ყობა, ხო. შენ რას ფიქრობ? იმიტომ აქ სასწორია უცნაური სასწორო, ორი რაღაცა დებს შვილი და მე წავიდოდი. წამოხვიდობ. ხო. ხო. მე ცოლს გითხავ. ხო, ძალიან ხო, არა ისე ხა შევარდნიც კი არ შევარდებოდი. ნაკითხი მექნებოდა მანამდე. თეორიულად. ხო. ესო დაბრუნდა, შეიძლება უკან ჩასვა აღარ დაჭირდეს. თუ დღეს ხო. ამ მესამე თამაში ვერაფერიც ვერ ქნეს. ხო. ასე რომ მე მგონია რომ დოკუ აქაც არის. პროგნოზი, ჩემი პროგნოზი არ გაინტერესებს? აბა, თქვი აბა. ეგვიპტე იგებს, ბელგია იგებს. ამ შემთხვევაში ირანი ჩარჩება. საერთოდ ვერ გავა. და ეგვიპტე ირანი ფრერატო არა, ორივე საწყობს. ორივე საწყობს. ორივეს რა ვერ იტყვი, ირანი ჩარჩება. მე მგონია რომ ეგვიპტე იგებს, ბელგია იგებს. ჩემი ვერსია. ხო, ნუ მე ზუსტად არ ვიცი, სამი ქულით თეორიულად გადიხარ. ხო, ოღონდ სხვა სამქულიანებთან როგორ არ უნდა გქონდეს უარყოფითი ბალანსი. თუ უარყოფით თუ გაქვს ძალიან გიმცირდება, არ ვიცით. ხო, არა, ბევრი ის არის მანდ. ბევრი კომბინაცია. წავედით იქით, ალბათ ყველაზე ტიტულოვანი გუნდების თამაში ეს გვაქვს, ესპანეთი, ურუგვაი. თან ეს არ არის შემთხვევა, როცა ორივეს 6-6 ქულა აქვს, ან ორივეს 4-4. ესპანეთს 4 ქულა აქვს, ურუგვაის 2. ანუ ურუგვაი ცუდ დღეშია. კი. ერთ საუდის არაბეთს მოუგო, ერთ კაბო-ვერდეს მოუგო და ეხლა სულაც ესპანეთთან აქვს სათამაშო. ურუგვაი ალბათ არის აი სახელიან გუნდებში ყველაზე იმედგაცრუება. ამ ჩემპიონატს. ნახოთ, ჯერ თუ მოუგო ესპანეთს, მერე ჯერჯერობით რა მაგას ვიძახით, თორე ხა აწვით თუ მოიგო და თასია იყო, უკან მიმაქ ჩემი ყველა სიტყვა ურუგვაის წინააღმდეგ რავს თქვი. ურუგვაიმ თუ წააგო, აქ უკვე მეორე ადგილზე გადის იმათ შორის მოგებული, კაბო-ვერდე, საუდის არაბეთი. და ბუკმეიკერები უფრო არიან კაბო-ვერდესკენ. მეც. შენ? ხო, ის ქალბატონი ყველა ხო არ ჩავიდა მე. ბიჭო ეს ქალბატონი. მე ადამიანურ რაღაცებს ვახსოვ ყურადღებას და ემოციებს. მე კარისტენა. ხო. რა მოწლის ბიჭი დგას კარში, ჩავიდა, იწვალა, რაღაცა უხარია. რატო არა? და ეს რას კიდე ერთ თამაშს. კაი. ამ ჯგუფზე ვილაპარაკეთ საფრანგეთ ნორვეგია რომ პირველად ის გაარკვევენ და აქ არის კიდე სენეგალი, ერაყი. ხო. ამათვის ფრე სიკვდილის სახში წასვლის ტოლფასია ორივესთვის. მოგებაც კი ერაყს ალბათ არის ყო -6 აქ. ხო. მაგრამ სენეგალს მე მგონია სენეგალი მოიგებს. აი გონია რა. და გოლს გაიტანს სადიო მანე პენალტს თუ როგორ. ბარი გითხარი, ხო გონია. ნუ მიგვატოვე შუაგზაში.
არ ვიცი. უბრალოდ გონია რომ რაღაცა ტაბლოზე ბოლოს იქნება რაღაც. სენეგალის იქნება გამარჯვება. კაი, წავედ სოფლიო ჩემპიონთან. მიდი. არგენტინა გასული 6 გოლა. კი თვითრობის გამოიყვანს კაცმა არიცის. კაცმა კი დანარჩენ 12-დან 11-ს გამოიყვანს ალბათ. ხო, ულიან ალვარესი ვიცი მე. ვიცი რა, გრძნობ. რო იქნება? კი, ძირითადში. ეგ ხო ისე ძირითადად. არა. აბა ვინა, მესი და მე. ოდის, იქნება კი. ნიკოპაცი, პატარა ბიჭი. ნიკოპაც ბარკო და ესენი იქნებიან ალბათ რა, იმიტომ რომ სხვა დრო მაგათთვის შეიძლება აღარც დადგეს. ხო? და ხვდებიან იორდანიას, რომელიც გავარდნილია, მაგრამ რომელმაც იცის, რომ პირველად არის მსოფლიო ჩემპიონატზე, უკვე გასულ არგენტინას ხვდება და სად უნდა ითამაშონ ლაღი ფეხბურთი თუ არა. თუ არა უკვე გასულ მსოფლიო მოქმედ ჩემპიონატს. ხო და თან ამათ მაგარი გაიქნება, იცი, იორდანიამაც მეორე შემადგენლობა უნდა გამოიყვანოს. აი თუ სილაღეა იყო. კი, კაი. თან ამათ ახსოვთ რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მიუხედავად იმისა რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, საუცარებლად ახო წააგეს. ახსნით თამაში. და ხა იფიქრებენ შენი აზრით რომ ჯგუფის მესამე თამაშს წააგებენ არგენტინელები? რა რო წააგონ მინდა სეტყვით. მარც არავინ. ხო და ნახოთ. ამ თამაშს მე უყურებ. ისიც აწინებს არ უყურებდი შენ? იორდანიისებს მაინც თან ეს ორგანიზატორებმაც ხო იციან იორდანია და ყველა თამაში აქვთ ამათ ყველაზე ცუდ დროს. ხო. და ავსტრია, ალჟირია. აქაც ფრეაწყობთ ორივეს. ამიტომ დიდი ალბათობა. ხო, ის ჩვენი ტერმინი, საფეხბურთო ბრიყვი. ფეხბურთო ბრიყვი, ხო. ხო, შემოდის აქ. ამ ჯგუფშიც კიდე არის ესეთი საჭადრაკო ტერმინია, დიდოსტატური ყაიმი. ყაიმსო თამაშ ორივეს რო აწყობს, მაგრამ ამასაც მოფიქრება ხომ და შენ რო ვერ მიხვდები ყაიმი სად შეთანხმდნენ რომ ხო, შედეგი აქაც იგივეა, ოღონდ პირიქით სხვა ხიან დანახა, საფეხბურთო ბრიყვი. ადრე მე რო მოგიყევი იმაზე. შეცვლები რო არ შეიძლება და ფეხბურთი. აბა შენ თუ გამოიცნობ რა არგუმენტები ქონდათ? რატო არ შეიძლება და შეცვლა? მაისურები არ ქონდათ. ანუ 11 მაისურები იყო 11-მდე დამამრელი. ხო შეიძლება იყოს შეცვლა, ოღონდ შენი მაისური, შენი ყიდე მაისური რაღაცა. არის შენი ყიდე მაისური და ისა. არა, ეგ არგუმენტია. იმას ლამაზიაცვია ვიდრე ცველს. არისო არა. არა, მეკითხები პასუხ. კიდე თქვი სხვა არგუმენტი. წარმოიდგინე, შენ ხარ FIFA-ს ისა რა, პრეზიდენტი. თქვა მოსაკითხი ტიპი ვიღაცა FIFA-ში. და მოვედი მე ჟურნალისტი 63 წელია. ხო. მე ვარ ქერქეტა გოგო. ხო. ან საუთმიანი ამიშნაობა. და გეგირე პატივცემ. დიახ. რატომ არ შეიძლება შეცვლები ფეხბურთში? როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ვიღაცა ადამიანები დაშავებულები დგანან. მოედანზე კიდე უფრო იშავებენ ორგანიზმს. იცით რა, შვილი კარგი აზრია. ამაზე მუშაობს ჩვენი ჯგუფი. და აი დასრულდება ჩემპიონატი და უკვე დასკვნას დადებენ, შემდეგზე იყოს თუ არა შეცვლა. აი თავიდან რომ მოიფიქრეთ, რომ არ შეიძლებოდეს რა არგუმენტი ქონდა. ერთი რომ მაისურები გვაქვს. ბიჭო, მაისური. ვაა, ბიჭო, შენ თუ სერიოზული კაცი მაგას პასუხობ, მაისურები არა მაქვს. ყველა გუნდს არა აქვს. მე კი არ ვაძლევ მაისურს იმას. გუნდს. მოდის თავისუფლებიდან მაისურებით. კაი, არ იყო ეგ არგუმენტი. აბა რა იყო? 5 არგუმენტი ქონდა. მე 3-დან დაიწყე. სამი არის ზუსტად ისო, ფეხბურთი არ არის ჭადრაკი. რო იქ შეუშვა რაღაცა შეცვალა და ტაქტიკა და ჭადრაკში ვისცვლი. არა, ჭადრაკი არის რომ ისა რა, ამას გაუცვლი რაღაცა შევწირავ რაღაცა და ფეხბურთი არის ეს 11 დააყენე, მივიდათ მე გეუნები მაგათ არგუმენტებს. მაისური უფროსად მყარი არის ჯერჯერობით. 63 წელია მაისურები, ესე არ ყвия, გამიდა მაისური იყიდი არა. მე ნომერი უნდა დააწერო ეს. თუ დანარჩენებს და გაინტერესებთ, დაგუგლეთ.
აგუგ შეიძლება ხელოვნური ინტელექტს კითხეთ ის უფრო კეთვით რა არგუმენტები გქონდათ რომ შეცვლა არ შეიძლება. ჩვენ კიდე გადავიდეთ კეი ჯგუფში. მიდი. აქ კოლუმბია არის 2 მოგებით. აბა. და ხდება პორტუგალია, რომელსაც 4 ქულა აქვს და თუ პორტუგალია მოიგებს, დაასწრებს გავაპიროს. ეს იქნება ცენტრალური თამაში კიდე ერთი. ხო. იქით უზბეკეთია -7-ით და ხდება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც 1 ქულა აქვს. აქ პირიქით არის. ფრე არცეც არ აქვს. ხო. ორივე ჩარჩება ფრეზე. ამიტომ დახოცავენ ერთმანეთს. კონგო და უზბეკეთი. მაგარი ის არის სიტყვაჩე დახოცავენ. შომურავდოვი და ვისა. 2 მონსტრი, საჯარიმოს ლომები. რა. და ბოლო ჯგუფი ინგლისი, განა 4-4 ქულა აქვს. ხო. ხორვატია 3 და პანამას 0. ინგლისი ხდება პანამას რომელიც ბოლოზეა, არაფერი არ შვილის. და განა ხორვატია. კიდეც რო წააგოს ინგლისმა, მაინც გავა. იქით განა ხორვატია არის. აქ ინგლისი თუ მოიგებს პირველზე გავა, თუ პრესი თამაშებს პირველზე ან მეორეზე. ამიტომ რა ვიცი, ხა დემორალიზებულ პანამასთან ლამის სახში წასულთან წესით უნდა მოიგოს. უნდა მოიგოს. ხო და აი აქ ნახე ჩემი ვერსია რა. აბა ინგლისი მოიგებს. ოღონდ მეორე შემადგენლობას კი არ გამოიყვანს. არა, მეორე ვერ გამოიგებს. ერთი წამით. აბა ვიღაცებს შეცვლის და აი ეხა ნახე უყურე ჰოლანდიასა ნიდერლანდების შემადგენლობა ხო დაუდე. აბა საკა დაიწყებს ძირითადში. ანუ შეცვლის მადუეკეს. აი. ეგ არის სულ მაგას. არა, მაცადე იგი. აბა ჰარიკეინს ხო არ შეცვლის. ჰარიკეინს არ შეცვლის. ისევ ორაილი დაიწყებს მარცხენა ფლანგზე. კარგი. და დაცვის ცენტრში მე მგონი სტოუნს ათამაშებს. რატო დაცვა მე მგონი. აი, ვის მაგივრა? გუეჰის თუ მეორეს? მეორესი. კარგი. და ნახევარფეხბურთში შეიძლება კიდე ერთი. ცუდი ის არის, რომ ინგლისს თამაში სულ ბოლოს არის და მანამდე დამავიწყდება შენ რა. მე დაგირეკავ. შენ ხომ მომწერე იმაზე რომ დამცინო და მე იპასუხე, რომ ინგლისი არ დაგავიწყდეს თქო. კაი, ეს გველოდება მესამე ტურში. კარგი მესამე ტურია, რა გინდა? ხო. არის ესეთი თვალსასეირო თამაშებიც და საინტერესოებიც. კი, ჩემპიონატი გახურდა, მაგრამ ისე გახურდა, რომ ვიღაცები ჩაიწვნენ. ვა, ნახე. თურქეთი, მაგრამ კალამბურისკენ წაგიყო შენს. ხო, ეხლა პირველი გუნდი ვინც გავარდებოდა ევროპიდან თუ იქნებოდა რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ მეორე მხრივ თურქეთი თვად ევროპა ხო არ არის. ძალიან კირკიტა კაცი თუ ხარ. ხო, შეგიძლია რაღაც ეტაპამდე დაიცვა შენი მოსაზრება. ხო. მე მგონი ყველაფერი ვთქვით. კი. რაც მეორე რასაც იმსახურებდა მეორე ტურები. მოდი, თუინა უაზრო პროგნოზები გავაკეთოთ. რას ნიშნავს უაზრო? აი მაგალითად 3 გოლს თუ გაიტანს ვინმე ამ ტურში. შენი აზრით და ვინ? თუ იქნება წვიმა. ივნისში წვიმა როგორ არის? თამაში რო გადაიდოს ისეთი. აი მე კიდე იმას ჩაუჭდები რა. მეხი. რეკაკუხილი. მაინტერესებს რა. და 3 გოლი იქნება. მე შენ რას დააკვირდი კიდე ერთ დავალებას მოგწევ. მიდი, თუ მოგეწონება. ხო. თუ არა შეიძლება არ ვთქვა რომ არ მაინტერესებს. ეს წყლის შესვენებები რო არის. ხო. მან ყველაზე მე წყალს ვინ სვამს რო და ბიჭო, ეხლა გაგეცინება და ვაპირებდი მართლა. ვანდაიკი ამბობდა, ხო? ხო, ვანდაიკი ამბობდა რომ ვაკვირდა არ სვამს. არ უნდა მე ბუკბუკებს მცელი. არც ეგ და მაგ პაუზაზე ეხა 5-1 რომ მოიგეს შვედეთი. არავინ არ სვამდა წყალს ნიდერლანდში.
ერთს ეჭირა და სულოდნავ მოწურვა ეს დილობის ხო, ეტყობა მაგათ მაიქი მოუთხა რომ ის არ დალიოთ თუ არ მოგწურდა. ხო, თუ რაღაცა მარილიანი არ გაქვს ნაჭარი. 20 წუთში არ მოწურდათ, ხო. და ანუ შენ და ისეაც აპირებდი და კი, მართლა. იმიტომ არის რაღაც თამაშები, რაც ეგ უფრო საინტერესოა, ვიდრე ის რაც ხო და მე გამოვავლინა ჯგუფურის მე მაგასთან სტატისტიკას არ დადებენ მეტა. მე ყველაზე მეტი წყალი დალია ვიღაცა. პირველ ეტაპში ჯგუფურში რა FIFA არ ითulis და არ ვიღაცა უსაქმური იქნება. ჩვენზე უსაქმური როგორ არის? ის რა ბოთლების მიმწოდებელი. ხო, მაგრამ ვიღაცა დადგება და მაგეებს გამოკითხავს რა. გამოკითხავს კი არა. დისტრიბუციას დაიulis. ხო. ამ თამაშზე რამდენი შეკვრა წყალი მივიდა, რამდენი გამოიტანეს ხო. და მე მსმელი ბიჭები ისაუბრა. გამოვავლინოთ. ხო, საქართველოში აფასებენ მსმელ ბიჭებს და რამდენი წყალი თუ დალიეს, ამდენ ღვინოს კი დალიეს. კი და მე ვეტერანი რო გახდება დაპატიჟებენ. და ვეტერანი და გახდება დავაკვირდეთ ღიპი თუ ექნება. იქ წელვადიანი ის არის რა, საქმე არის. კაი, ეს იყო მეორე ტური. ძალიან კაი ტური იყო და ამ 48 გუნდმა რაც მოიტანა რაც კარგია, შიგნით ის დავაფასოთ. ეს არის ბევრი გოლი ბომბარდირთა დავა და იმსგავსა ბომბარდირთა დავას და არა იმას ევროპის ჩემპიონატზე რომ ნახეთ. ვისაც მოუწია შემთხვევით ყველაზე მეტი გოლის გატანა ესე არა. არა, ხო, დიდი ბრძოლა მიდის და კარგი არის ეგ. ბარემ რა დავამატოთ, იცი, ძალიან მოკლებულია ფეხბურთში ჯარიმიდან გადაინი გოლები. ცოტა გავიდა. ყველანაირ ფეხბურთში. ხო, სანაკრებო საკლუბო ფუტსალში ყველაფერში. და ეხლა გაიტანა იმან პორტუგალია. ნუ მენდეში. კი ბატონო. რაც ისეთი ამბავია, დასაფასებელი გახდა. ხო, იმან არ გაიტანა კაცო კიდე კარგი ჯარიმა. კაბო-ვერდე. გაუტანა ურუგვაის. ხო. აუ იმან რაბარები აკეთა ურუგვაის მეკარემ. მაგ თამაში. მეორე ბურთიც მაგის ბრალი არის, ხო? ოუ, კი, ბიჭო, ხო, მეორე ბურთი მაგის ბრალი კი არის რაღაცა. უნდოდა რომ გაეტანათ მე. სხვათა შორის ადრე ქართველი კომენტატორებისგან მაგ მოსმენ მუსლერას. რო არის მეკარე რომელიც მეკარე ხო ესე იზომება. აღებული ბურთებით კი არ იზომება. იზომება რას უშვებს. ხო, არ ვიცი რა სამბობ, მაგრამ ჯერჯერობით მოყვები. მეკარე იზომება რა არის? მეკარის თამაში იზომება იმით ავკარგიანობა. ავკარგიანობა ასაღებ ბურთებს იღებს თუ არა? აუღებელ ბურთებს იღებს თუ არა, მაგით არის იზომება. ხო და ეს აუღებელი ძალიან ესეთი არის, პირობითი არის. ხო, მაგრამ ხო არის აუღებელ ბურთებსაც იღებს ვიღაცები, აუღიათ. ხო, აუღებელი ბურთი აიღო რაღაცნაირი არის, მაგრამ კარგი. კაი. მოკლედ მე იმის თქვა მინდოდა რომ მუსლერა არის კაცი რომელიც აუღებლებს იღებს უფრო ხშირად. საღებებს უშვებს. საღებებს უშვებს საშუალოზე უფრო მაღალი საშუალო დონის რომანის ის არის აღწერალი პერსონაჟი, არაფერი სიღრმისეული არ არის. აუღებლებს იღებს და საღებებს უშვებს რა. ეს არის რაღაც ლუდით სათქმელი სათხარი. ხო, მაგას გეუბნები რა, არაფერი სიღრმისეული არ არის. ხო, თქო, ჩვენ ხო ზერელი ხალხი ვართ. ჩვენ არა ვართ ფეხბურთზე არა გვაქვს ისე. ხო. ანალიტიკა. მაშინ ძალიან კაია. მადლობა. კაი, დავემშვიდობოთ ხალხს და მე ეს საინტერესო მესამე ტური რომ მორჩება, იქნება იმოხილვა მესამე ტურის და ქვეჯგუფების. ხო. უფრო დეტალურად წინასწარი ხო გავაცა. ჩაუღრმავდეთ. ეხლა უკვე მე შევაფასოთ. ხო. რომელი პერსონაჟი მოგვეწონა და რატომ? რატომ? ხო. აბა, დროებით წარმატებები ნიდერლანდებს.